მაშასე ბრუნდების პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ გამოშვებას ბიზნეს კონტაქტისა და ავტობანის ერთობლივი რუბრიკის დროა. დღეს კი თემა საკმაოდ აქტუალურია. საცობები და ზოგადად პარკირების პრობლემა ჩვენს დედაქალაქში. მაშასე ბაკურ ხუნდაძის საინტერესო აქცენტები ჩვენს ერთობლივ რუბრიკაში. მაშასე წამოყევით ავტომობილის როგორც სოციალური მოვლენის ნაკვალებს, მაგრამ გზაში არც მეტი არც ნაკლები დახვდა საცობი და სიმართლე გითხრათ, ერთს მარტივად ვერ მივაპარკინგეთ. თუმცა მაინც მოვახციეთ და განვაგრძობთ რეალურად ამ კვალზე სიარულს და ტრადიციისამებრ შაბათის მასპინძელი ბატონი ბაკურ ხუნდაძე და ავტობანი. მოგესალმებით ბატონო ბაკურ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში პრობლემა, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია. გულისხმობ ამ შემთხვევაში პარკირების თემას, საცობების თემას, მოდი ასე ვთქვათ, ქალაქის ერთიანი ლოჯისტიკური ხაზი. საინტერესო იქნებოდა თქვენი რეკომენდაციები და აქცენტები ამ კუთხით. სანდრო, მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ მე განათლებით ვარ არქიტექტორი. კარგი თანხმედრა მოხდა ჩემში, ის რომ ვარ დაინტერესებული ავტომობილებით და პლუს ვარ არქიტექტორი, რომელსაც საკმაოდ კარგად მესმის ეს ურბანული პრობლემები, ამაზე მიმუშავია ახალგაზრდობაში. შემდეგ ძიმე პერიოდის მე მოხდა რომ მე გადავერთე ამ ბიზნესში. ამიტომ საკმაოდ ტყივა ეს პრობლემა, როდესაც ხედავ რომ არსებობს მისი გადაწყვეტის საშუალებები, მაგრამ ბევრი რამე არ კეთდება, უბრალოდ ნელა კეთდება, ან არ კეთდება, ან დაგვიანებით კეთდება და ჩვენ ვაგვიანებთ პროცესებზე რეაგირებას. ძველ დროში ქალაქის გეგმარებაზე მთელი ინსტიტუტები მუშაობდა, შეიძლება ეს გაწელილი და გაჭიმული იყო ის კადრები, ვინც ამაზე მუშაობდა, მაგრამ ესეთი ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, ვინც ქალაქზე იზრუნებს. აი იმის გამო, რომ სწორედ ეს ინსტიტუტი ჩვენ დავკარგეთ, დღეს ქალაქის გეგმარება გადავიდა ესეთი ქაოტურ განვითარებისკენ. იზრდება და იზრდება სახლების რაოდენობა და მაგრამ აინტერესებს ამ სახლებში ვინც იცხოვრობს, იმათმა სად უნდა იმუშაო. თუ კი ყველა ინდუსტრიული წერტილი დავანგრიეთ და მის ადგილზე აღმოცენდა სახლი. მესმის, თუმცა ეს ერთი მხარეა პრობლემის. მეორე მხარე, აქ შედარებით ახლა სადაც ვიმყოფებით ფეიქრების ქუჩაზე, გაცილებით უფრო მარტივად არის საქმე პარკირებასთან დაკავშირებით. ეს კომპანიას თავისი ტერიტორია დათმობილი აქვს პარკირებისთვის, ეს გამიზნულად გავაკეთეთ, მაგრამ რაქნან იმ კომპანიებმა ვინც ქალაქის ცენტრშია განთავსებული. აი მაგალითად სააკაძის მოედანზე ჩვენ გაგვაჩნია ფილიალი სააკაძის მოედანზე, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მეორე წერტილი ჩვენი კომპანიის განვითარების ბაზაზე, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობდა, მაგრამ სრულად რამოდენიმე ხნის წინ აღმოჩნდა, რომ ეს პარკირება გაუქმდა. რეალურად კომპანია შეუცვალეს კონსტიტუცია მთლიანად, ხო? ის ამოცენდა პარკირებულ ადგილზე, სადაც საკმაოდ მარტივი იყო პარკირება და დღეს მთლიანად გაუქმეს პარკირება. მე არ ვიცი, რამდენად ერთგული კლიენტი ყავს ჩვენ, რომელიც ჩვენთან დადის, მაგრამ ზოგს 500, ზოგს კილომეტრის მანძილზეც გაჩერება უწევს მანქანას, რომ ჩვენამდე მოაღწევს და როდემდე გაგრძელდება ეს ერთგულება, არ ვიცი. ჩემ გვერდზე 4 კომპანია გაკოტრდა. მე არ ვიცი ბიუჯეტის მხრივ მათ რა თანხები შექონათ ბიუჯეტში, მაგრამ ნუ თუ ესე მარტივია დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაში, რომ 5 კომპანია უცებ გაწირო იმისთვის, რომ მათ შეტანები შეწყვიტონ და საკმაოდ წარმატებული კომპანიები გაკოტრების პირზე მივიდნენ, ერთი დაიკეტა, მეორე დაკეტვის პირას არის და დანარჩენებიც იგივე მდგომარეობაში. მოდი ჩვენი საუბარი რომ იყოს პირდაპირ სიგნალი მათ შორის დედაქალაქის მერიისადმით, რეალურად მოდი ესეთი ზღვარი გავალოთ. ბიზნესის ოპერირებას რამდენად უშლის ხელს რეალურად საცობების პრობლემა და იგივე პარკირების პრობლემა. კი ბატონო, ხა საცობების პრობლემა ეს აისახება ადამიანის ნერვიულ სისტემაზე პირველ რიგში, შენი მომხმარებლის. სანდრო, შენ ხო არ იცი, როგორი განერვიულებული მომხმარებელი მოდის ჩვენთან რა. ეს მთელ ქალაქში იგრძნობა ადამიანები არის საშინლად დასტრესილები, საშინლად უარყოფითად განწყობილები, როდესაც ისინი შენთან მოდიან. ნუ კარგი, ეს ძალიან გლობალური პრობლემაა ჩვენი ქვეყნის, მაგრამ მოდი ესეთი რაღაცა რა. მე მაგალითად არ მაინტერესებს ჩემი თანამშრომელი როგორ მოაღწევს სამსახურამდე, ის მოვა დილით სამსახურში და მოდი კეთილინებოს მანდა თუ მას არ აქვს იმისი უნარი რომ მოითმინოს საცობები, მოვიდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩემს სამსახურში, საკუთარ სამსახურში უბრალოდ. მაგრამ მე მინდა რომ ჩემი კლიენტი ცოტა კომფორტულად მოვიდეს ჩემთან. თავარი მაგრამ მეც ვარ ხო კლიენტი, მაგათად გავდივარ სამსახურიდან, იმიტომ რომ ბავშვი წავიყვანო სადღაც, მეუღლე მივიყვანო სადღაც, კლინიკაში მივიდე, შეიძლება კბილის ექიმთან მომიწიოს მისვლა. შეუძლებელია დღეს თბილისში რაიმე манипуляცია გააკეთო ოჯახის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩაიქნევ ხელს. უმეტესწილად ისევ ტაქსს ვაჩერებ, რომელსაც მივდივარ, იმიტომ შეუძლებელია მანქანა გავაჩერო. ვიდეო თქვა სპორტული მაღლა, აი ამას წინათ წავედი, წრეო 3 წრე დავარტყი ვაჟა-ფშაველასა და ყოფილი პავლოვის ქუჩას.
ყაზბეგის ქუჩას და ვერ გავაჩერე მანქანა, ვერც ერთი სპორტულ მაღაზიაში ვერ შევედი, ვერ უყიდე შულს სპორტული ფეხსაცმელი და წავედი ისევ სახლში და საშინლად ამეშალა ნერვები. ბაკო, რეალურად რა უნდა გაკეთდეს ეს მაშინ? აი, მათ შორის ცივილური ქვეყნების მაგალითიც რომ მოვიყვანოთ და ასევე მინდა რომ ამ რუბრიკაში გავაჟღეროთ სტამბულის მაგალითი. სტამბულის კი, რა თქმა უნდა. სანდრო, მოდი ხა მე მაქვს აი ესეთი ამას ქვია პარკირების საათი. ესეთო დავანახოთ მოხმარებას. როგორ ფუნქციონირებს ეს პარკირების საათის აი ესეთი ქაღალდის ზოგი ტყავისაგან დამზადებული იყიდება ევროპის ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ ქვეყანაში და ეს აქ ყველა მანქანას შიგნით სალონში უდევს. თუმცა ყველა ევროპულ ქალაქში არსებობს ადგილი, სადაც 1 საათი შეგიძლია უფასოდ გააჩერო მანქანა. 1 საათზე მეც ვერ გააჩერებ. ეს არის ქალაქის ცენტრები, ეს არის სავაჭრო წერტილები, ეს არის კომერციული ფართები. იქ მიხვიდა და დატოვა მანქანა 1 კვირით ან 1 თვით ან 1 დღით. ეს არის შეუძლებელი. მიდი ხარ აჩერებ თქვა, მაგალითად, აი პირველის ნახევარია აქ ნაჩვენები, ხო? ნებისმიერი პატრულის მანქანა თუ პარკირების კომპანია გამოივლის, შენ 2-ის ნახევრამდე ვერავნაირ ჯარიმას ვერ დაგიწერენ. ნუ ხა 2-ის ნახევარსაც თუ გადასდა 5 წუთით აქ იმაზე როგორც არ გედავებიან, მაგრამ მანქანა იდგეს 3-მდე, 4-მდე გამოგიწერენ ჯარიმას აუცილებლად საკმაოდ დიდ თანხას დამაგია. მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მანქანის ფლობელს, რომ მივიდეს 1 საათის განმავლობაში კაფეში თავისუფლად შეუძლია მათ ყავა დალიოს, ვიღაცა შეხვდეს, დაელაპარაკოს, შევიდეს მაღაზიაში, იყიდოს ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი, შევიდეს კლინიკაში, ელემენტარული манипуляცია ჩაიტაროს და გამოვიდეს დაждდეს, დედა მიიყვანოს საავადმყოფოში, გააჩეროს მანქანა. იქ შეიძლება მინიშნებული იყოს, რომ კლინიკის გვერდზე შეიძლება 2 საათიანი შეიძლება დგომა იყოს შესაძლებელი, რადგან მაინც კლინიკაა. ამას განსაზღვრავს ის კომერციული ფართის, თქვათ, თუ რას ემსახურება ის და რამდენი ხანი შეიძლება იქ გაჩერდეს ადამიანი, მაგრამ საოცრად ხელშემწყობია ეს ამისი. მე არ ვიცი ხა ეს ჩვენი ქალაქისთვის რამხელა გადარჩენა იქნება წარმოგენია. მე ვიცი რომ დღეს თქვა ქალაქის ცენტრში განლაგებული მაღაზიები თითქმის განკოტრების პირას არის ყველა ლოგისტიკური სიტუაციიდან გამომდინარე რომ მანქანის ფლობელს, მომხმარებელს იქ მისვლა თითქმის შეუძლებელი ხდება. მე არ ვიცი, ბაკო. რა მარტივი გადაწყვეტაა ხო ამ პრობლემას? ძალიან მარტივი გადაწყვეტაა, მაგრამ გაჭრის კი ეს ყველაფერი, რადგანაც მე დარწმუნებული ვარ, თქვენს მიერ მოსაყოლი ამბავი, რომელიც ჩემ და თქვენთვის საყვარელ ქალაქ სტამბულს უკავშირდება, მეტწილად რეალურად მიგვიყვანს იმ მენტალურ პრობლემამდე, რაც რეალურად დგას. სანდრო, რა თქმა უნდა, მენტალიტეტი ეს არის ის, რომელსაც საერთოდ შეიძლება არც საათი დაგჭირდეს, ეს უბრალოდ პატივისცემაც იყოს და ამითიც გადაწყდეს, თუ მენტალიტეტში ეს გაქვს. მოდი მე ერთ ამბავს მოვყვები. კი ბატონო, გამი. საკმაოდ მიყვარს სტამბული და ჩვენ მას ხათაშორის ჩვენი ქალაქი სტამბულის განვითარების მიხედვით მიდის, იმიტომ რომ იქ აი ესეთი ქაოტური მშენებლობები არის, ყველგან არის ვიწრო ქუჩები, ჭამენ ქუჩებს, მშენებლობები პატრავდება ქალაქი და რა მოხდა იქ თქვა, ხო? თურქებმა გადაწყვიტეს, რომ თუ მათ ესეთი დაპირისპირების მიზნით წავიდნენ ერთმანეთთან, ისინი საერთოდ მოძრაობენ ქალაქში. ამიტომ აი სტამბულში მოძრაობის გზნობ თუ როგორი პატივისცემით გემყრობა შენი კოლეგა, რომელიც შენ საპირისპიროდ მოდის და აი მაქსიმალურად ცდილობს დაგითმოს გზა. მაქსიმალურად ცდილობს რომ არ მოიქცეს, ისე რომ გაჭედოს მოძრაობა, ის შეიძლება რამდენიმე ხანი გაჩერდეს კიდევაც, ოღონდ შენ გაიარო და შემდეგ მას გაეხსნას გავლენების საშუალება. იქ რომ ეს არ იყოს, სტამბული იქნებოდა ერთი დიდი უზარმაზარი საცობი. მეორე კიდე, ნუ ჩვენი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, აი ეს მეორე დეტალი მაქვს მოსაყოლი. ზუსტად ბიზნესის ჭრილში. მე მახსოვს ტაქსი ავიყვანე და ნუ ისეთ ქუჩაზე შევედი, რომელზეც მხოლოდ აქეთ მანქანები იდგა და ერთი გასასვლელი ხაზია სულ დარჩენილი. ჩვენ წინ მიდიოდა სატვირთო მანქანა, რომელიც უცებ გაჩერდა. გაჩერდა ტაქსის ზღოლს, რომელსაც მე ვიჯექი. გამოვცივდნენ მაღაზიიდან 4, 5 თუ 6 ბიჭი არ მახსოვს. გახსნეს კარები ამ სატვირთო მანქანას, დაიწყეს დაცლა ამ სატვირთო მანქანის ხალიჩები იყო შელაგებული უზომო რაოდენობის და ნუ დაიწყეს ამ ხალიჩების შეტანა. ნუ გაგრძელდა ეს 5 წუთი, ხმას არ იღებს არავინ, უკან მანქანები გაჩერდა იქ ჯიპიც გაჩერდა, ისეთი პრესტიჟული მანქანებიც გაჩერდა, არც ერთი პიპინი. არც ერთი სიგნალი უბრალოდ არ ისმის. მე გაუგნებული ვარ, 10 წუთამდე გრძელდება ეს მომენტი და ტაქსის ზღოლს ვეკითხები, რომ მეთქი, რატო არ გეშლება ხა ნერვები, რომ ესენი ესე იქცევიან მეთქი და
მუშაობენ, რა ვქნაო, მე ხა ადამიანებიო ტყუილად ხო არ დგანანო, ხო? მე ვეკითხებ, რა უკავას ჯიპი დგას მეთქი, ის როგორ არა სიგნალებს მეთქი და იცი რა უცნაური პასუხი გამცა ჩვენი ქვეყნისთვის უცნაური პასუხი. ამ ადამიანო სანამ ამ ჯიპში ჩაждდებოდაო, ეს გზა გაიარაო და მან იცის თუ რა არის შრომის ფასი. თუ მასაც ნამუშევარი ექნება, ის ჯიპში ვერ მოხდებოდა, თუ ის არ იმუშავებდა სამდე მაღაზიაში, სამდე ქარხანაში და მან იცის, რომ ქვეყანაში არის გაჭირვება გზების მხრივ და დათმობა და მოთმენა არის ერთადერთი გზა ამ პრობლემის გადასალახავად. ბაკუ ძალიან საინტერესო მაგალითია და ანუ რეალურად თქვენი რეკომენდაცია ყველაფერს მაშინ ჭარბ სატრანსპორტო ნაკადამდე არ მივყავართ. აჭურის მენტალობაცაა. მენტალობაა, კი. მნიშვნელოვანი ნაწილი და ამ შემთხვევაში მათ შორის ხელისუფალის უკომპრომისობაც, რომელიც საჭიროა. კი, რა თქმა ამ პრობლემის გადასაჭრელად. სამკუთხედი წარმოვშვით ჩვენ საუბარში. როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრა, რომ ერთის მხრივ ჩვენ მივიღოთ გამართული ლოჯისტიკური ხაზი დედაქალაქში, გამართული სამოქალაქო სექტორი და რა თქმა უნდა გამართული ბიზნეს სექტორი, აქედან გამომდინარე და რა არის თქვენი ამ შემთხვევაში თქვენეული რეცეპტი? ხო, ხვდებით სანდრო, ესე მივეთ იქამდე რომ ურთიერთ პატივისცემა და დათმობა მძღოლებისადმი ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი. მეორე ის რომ ქალაქის მერია ეს არის მენეჯერი, ხო? მენეჯერი, რომელიც უნდა ცდილობდეს პრობლემების გადალახვას და არა თქვათ იმას, რომ წარმოგიდგენთ ხა კომპანიაში არსებობს მენეჯერი, რომელიც ცდილობს კლიენტის მიერ მოტანილი პრობლემების გადაწყვეტას კი არა, რომ იგნორირებას რა. იგნორირებით ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. მუდმივი შრომა უნდა ქალაქის პრობლემების გადაწყვეტას. არათუ გზების მშენებლობა, არამედ ეს ერთ-ერთი კომპონენტი, ასევე დახვეწა. იმიტომ რომ თუ გზები დაიხვეწება, მათი გამტარიანობა იზრდება, სანდრო. ჩვენ ხო ქალაქში გზების დიზაინს არავინ არ აკეთებს რეალურად. გზების დიზაინი ისეთი რთული თემა, ოდნავ დეტალსაც, პატარა მცირე დიზაინურ გადაწყვეტასაც კი შეუძლია ორმაგი და ერთნახევარჯერ გაზარდოს გამტარიანობა, უნარიანობა გზის. ანუ ეს ნაკლებად გცალია ჩვენ ამისთვის. და ის რომ ბიზნესის პატივისცემა ეს აუცილებელი დამსაქმებლის პატივისცემა. იმიტომ რომ დღეს თუ ბიზნესმა ბიუჯეტში ფული არ შეიტანა, არც მერია გვექნება, არც სახელმწიფო გვექნება და ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს 90-იან წლებში, როდესაც ჩამოიშალა ქვეყანა და არაფერი აღარ იყო, სწორედ იმიტომ რომ ბიუჯეტში არ არსებობდა არაფრის თანხა. მოკლედ, ჩვენი საუბარი ნელ დასასრულისკენ რომ წავეყანოთ, რეკომენდაცია არა სატრანსპორტო მიმართულებით ესე ვთქვათ, კაბალურ რეგულაციებშია მხოლოდ და მხოლოდ და ეს მხოლოდ და მხოლოდ ცხადია ვერ განვირთავს დედაქალაქში. ის რომ მანქანები აღარ შემოვიდეს და აღარ იყიდონ ადამიანებმა მანქანები, ეს არც ერთი ევროპული ქალაქის მერისაგან, ევროპული სახელმწიფოს მეთაურისაგან ამას ვერ მოისმენთ. თან ამ დროს გვინდა რომ გაიყიდოს ბენზინი, შევიდეს ბიუჯეტში თანხები, თან ამ დროს გვინდა რომ მანქანები გაიყიდოს, შევიდეს ბიუჯეტში თანხები, თან გვინდა რომ არ ვიყიდოთ მანქანები, არ იაროს მანქანები, არ გაიყიდოს. აი ცოტა აბსურდამდე მივდივართ, ხო? აბსურდამდე მივდივართ და ამ შემთხვევაში ჩვენ ერთად მიმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, უკვე ცხადია ამ კითხვებს დაუსვამთ დედაქალაქის მერიას და უბრალოდ ვკითხავთ ძალიან მარტივ კითხვას. როდის, რადგანაც გეგმა დარწმუნებული ვარ არსებობს მერიაში, ამაზე ყოველ შემთხვევაში ღიად საუბრობენ, თუმცა პრაქტიკა, მეტი პრაქტიკა. სხვათა შორის დღეს ვცხოვრობთ ქალაქში, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ თუ კი რამე გაკეთებული, ეს არის ნიკო ნიკოლაძეს გეგმები და იდეები. წარმოიდგინე. მე გადაყრილი თავის დროზე 1900-იან წლებში დასაწყისში, მე ბერიას მიერ ამოღებული და განხორციელებული და დღევანდელი ქალაქი რეალურად სწორედ აი ნიკო ნიკოლაძეს და ბერიას მიერ განხორციელებული გეგმების იქით არ შეცვლილა გლობალურად. გლობალურად, თორე რაღაც დეტალები ალბათ ჩვენ ამ თემას ხადია დაუბრუნდებით, დავსვათ ყველა საჭირო კითხვას, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო მასპინძლობისთვის და მომავალ შაბათამდე. ეხლა უკვე დროა ჩვენ უმასპინძლოთ ბაკურს, მაშასე ბაკურ ხუნდაძეს ვთხოვ სტუდიაში. გთხოვთ ბატონო ბაკურ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, დაგახვედრეთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზი ილუსტრაციისთვის გთხოვთ. ასევე მე მივესალმები ჩემს მეგობარს, თბილისის ვიცემერ ირაკლი ლექვინაძეს. ირაკლი, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხარ ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე. პირველ რიგში რეზიუმირების სახით დავიწყოთ ირაკლი. უსმენთ ინტერვიუს ყურადღებით და მაინტერესებს აი დედაქალაქში ერთიანი ლოჯისტიკური სისტემის და ხაზის მოსაწესრიგებლად რა ნაბიჯები იდგმება, რა მოცულობის თანხა ამ კუთხით გამოყოფილი და რეალურად როგორია ქალაქის ხელისუფლების გეგმა 2017 წლისთვის. გისმენთ? სანდრო, მოგესალმები, ჩვენს მაყურებელს მივესალმები და ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ეს თემა არის პრობლემატური და ჩვენ მუდმივად
გვიხდება რეაგირება სხვადასხვა საკითხებზე, მით უმეტეს, როდესაც არის წლების მანძილზე დაგროვილი რიგი პრობლემები და საჭიროა ხშირ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ინვესტირება სხვადასხვა მიმართულებით, რომ არსებული სისტემა გადაეწყოს და უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს რეალურად არსებობს თბილისის წინაშე. მე გეტყვით, რომ ჩვენ გასულ წელს თბილისის მთავრობის მიერ მოწონებული იქნა ურბანული მობილობის სტრატეგია, რომელიც გათვლილია 2016-2030 წლის გეგმაზე და ის გულისხმობს მთლიანობაში თუ როგორ უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა გადაეწყოს ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, იმისათვის რომ მან უპასუხოს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს დგას თბილისის წინაშე. იქ არის, რა თქმა უნდა, წამყვანი პოზიცია უჭირავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მე პირდაპირ გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თბილისის წინაშე დღეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. კი ბატონო, რაც შეეხება უკვე ლოჯისტიკურ ხაზს, ირაკლი, აი ამ კუთხით რა ხდება? ვიცი რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგანაც არსებობს საკმაოდ მოცულობითი, ესე ვთქვათ, გრანტები, იგივე აზიის განვითარების ბანკისგან. რეალურად მაინტერესებს აი ამ კუთხით რა გეგმებია, იგივე ხიდების, ესტაკადების, დამატებითი გზების მშენებლობის კუთხით, რომ რეალურად საცობების განტვირთვის, ესე ვთქვათ, გზა არა ტრანსპორტის ჭარბინაკად შემცირებაში, არამედ მათ შორის ლოჯისტიკური ხაზების განვითარებაში ივეძებოთ. რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით, ეხა ვერავინ ვერ აკრძალავს და არც არავინ არ აპირებს, რომ დაუშვათ მხოლოდ აქცენტი გაკეთდეს ავტომობილების რაოდენობის შეზღუდვაზე და მხოლოდ აქედან გამომდინარე იქნას დანახული პრობლემის გადაჭრის გზა, თუმცა არის რიგი რეგულაციები, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების მართვას ახორციელებს. სწორედ იმ სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა შარშან 2016-2017 წელს და უკვე გვაქვს 2017-2018 წლის მიმართულებები, ეს არის 5 მიმართულებიანი საცობების მართვის გეგმა, რომელიც მოკლე ვადაში არის იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც პასუხობს არსებულ პრობლემატიკას. მე რა ღონისძიებებია რეალურად მოიცავს და შევეცდები, რომ ძალიან მოკლედ ჩამოვთვალო ის საკითხები, რომელიც მასში არის მოქცეული და რომელიც ხორციელდება. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაზეც იყო საუბარი თქვენ სიუჟეტშიც და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ავტომობილების რა ქმნის ზოგადად გადაადგილებაში პრობლემებს. ხო, სამი ძირითადი პრობლემატიკაა აქ. პირველი ეს არის გაზრდილი ნაკადი ავტომობილების და 2015 წლიდან დღემდე გაორმაგებულია ავტომობილების რაოდენობა და ბუნებრივია ამ რაოდენობის კი, ირაკლი, ეს ცხადია, ეს პრობლემაა. თუმცა აი რეალურად 2 წლის თავზე ჩვენ რას მივიღებთ? ანუ რანაირი ლოჯისტიკური სისტემა გვექნება ქალაქში? მე გეტყვით, რომ 2 წლის თავზე ჩვენ გვექნება გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული sajogadოებრივი ტრანსპორტი, უფრო ეფექტური რეგულაციები, რომლებმაც გაგიწილათ უნდა ზოგი ნაწილი შეზღუდვაზე ორიენტირებული, ზოგი ნაწილი უფრო რეგულირებაზეა ორიენტირებული და გვექნება უფრო გაუმჯობესებული საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებმაც უფრო მეტი ინფორმირების საფუძველზე უფრო მობილურობა გახადოს ტრანსპორტირება და კიდე ერთ სიტყვით ირაკლი დაგიბრუნდები აუცილებლად უნდა დავამატოს ანდრო აუცილებლად თქვენი სტუმარიც სარგებლობა და მენტალურ ნაწილზე საზოგადოებრივი კამპანიები, რომლებიც უპასუხებს იმ მენტალურ მხარეებს, რომელიც ასევე ქმნის დღეს გადაადგილებაში გარკვეულ პრობლემებს, როგორც ქვეითად მოსიარულის ნაწილში, ასევე მძღოლების გადაადგილების ნაწილში. კი ბატონო, საინტერესოა რას ფიქრობს უკვე ბიზნესი, თქვენ უსმენთ თბილისის ვიცემერის კომენტარს, რეალურად ბაკურ მაინტერესებს აი როგორია თქვენი ხედვები და რეალურად პრეზენტირებისთვისაც გააქვთ თქვენ ბუნთი და მოედანი. მე ამ კეისის მოყვლას არ ვაპირებდი ხლა, მაგრამ აი ამ საუბარმა მოიტანა ეს ამბავი. მენეჯმენტში საერთოდ ერთ-ერთი უმთავრესი არის ჩართულობა ადამიანების, აი რაც შეიძლება ადამიანი შინაგანად ჩართული უნდა იყოს რაღაც პრობლემის მოწესრიგებაში. მახსოვს ერთხელ მე და ჩემი მეგობარი რაღაც ბიზნესში ხვედრაში კიოლნში ჩავედით და კიოლნის ძირითადი ტაძრის წინ ყუთი იდგა და ნუ იყო ერთი ნაწილი გათეთრებული, დამუშავებული კიოლნის ტაძარი, ნაწილი იყო შავი, რა მდგომარეობს ის დღეს არის. და ნუ იქ უყურებ რა ხალხი აგდებს ფურცლებს, წერენ რაღაცას და აგდებენ და შევესწრებ სწრაფად მოყვე და რა ხდება მეთქი ვეკითხები და გამოკითხვა მიდის მოსახლეობის რომ გაწყობთ აი ესე გათეთრდეს ტაძარი თუ იყოს ის ბუნებრივად როგორც 400 წლის განმავლობაში გაშავდა აი რამდენად ცდილობდა მერია ჩართული ყოფილიყო ადამიანები ამ საკითხთან მიმართებაში ხალხის ჩართულობა და ეს კომპონენტი ეს არის დემოკრატიის უპირველესი თქვენი დაგლია დღეს მე ეს კომპონენტი ხალხის ჩართულობის აი მე მაგათ არქიტექტორი ვარ და აი არ ვიცი ვერ ვაგნებ თქვა არც ერთი ტესტ თქვენი ბრალიც ტელევიზიების მეტი აქტიურობა განხილვა ამ პროექტების
თქვათ და მეტი ყურადღების მიქცევა იმ საკითხებისადმი თუ რას ამუშავებს მე ისე მოვიტანე აგერ ეს პარკირების ისა და მე ბატონ ირაკლის მინდა შევთავაზო იქნებ ამაზე შეხვედრა მოვაწყო და რაღაც ექსპერიმენტი ჩავატაროთ მე 2012 წელს ნავთობპროდუქტებში შევხვდი მაშინ ქალაქის ამ სატრანსპორტო სუპრზე მან გვითხრა რომ ამასო მთელი ქალაქის კომერცია მთხოვსო და რა ვქნაო და მithumetes შედალოცვილიშვილო მოდი გავაკეთოთ მეოთხარ იქნება მთელი ბიზნესი თქვენ ლოცვაში იყოს დილიდან საღამომდე მეთქი ეს ერთი მეორე ხა მე მინდა ესეთი რაღაცა თქვა რომ თუ გლობალური იმას დაველოდებით კიდე 2 წელიწადი როცა აი მაგათაც უბრალოდ სააკაძის მოედანი შემიძლია დავხაზო თქვა ხო ეს არის მოედანი მასში არის შემოვალი ერთი დიდი ნაკადი და 3 მიმართულებით გადის გზა ერთი არის ყოფილი საბურთალოს ბაზარი ეს ხიდი ამომავალი ძირითადი ნაკადი იქიდან მოემართება შემდეგ არის საბურთალოს ქუჩა და შემდეგ არის სასტუმრო რადისონ ბლუს გასასვლელი თუ ჩვენ აქ არ გავზარდეთ თქვა 25 მანქანა გადის აქ 20 მანქანა და ჰოლიდეი ინსტა აქ თქვა 30 მანქანა გადის თუ ეს ჩვენ არ გავზარდეთ ხო ამ მოედანზე რაც არ უნდა მოვაწესრიგოთ მოძრაობა ეს საცობი არ განიტვირთება მე მაგ ძალიან მარტივი იდეა უბრალოდ ერთი მომენტია თქვა როდესაც 30 წამით იხსნება მწვანეზე გზა გადის თქვა 20 მანქანა ხო თუ მას გავხდით 60 წამს გაორმაგება კი არ ხდება, გასამაგება ხდება გამავლობის მაშინ. ეს არის ერთ-ერთი გადაწყვეტა, მაგრამ ჯაკარტაში 5 წუთიანთია ხანდახან მწვანე და ძალიან ძიმე პრობლემაა. ირაკლი, თუ შეიძლება რომ მოკლე რეპლიკის სახით აი რეალურად აი ლოჯისტიკური მაგალითი იყო მოყვანილი ხა, ტიპიური ილუსტრაცია ამ შემთხვევაში სააკაძის მოედნის. აი რეალურად აი ამ კუთხით რა ხდება დღესდღეობით და ერთიან კონცეფციაზე მუშაობა რა ეტაპზეა? სანდრო, მე ჩვენი სტუმრის მიმართ დიდ პატივს გამოვხატავ, მაგრამ რაღაც კორექტივებებს შევიტანე ხა რა, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საუბარი იმაზე, რომ ვინმე ჩართულობა ხა, ვინმე ჩვენამდე თუ მოდის, ამ ჩართულობას ჩვენ უზრუნველყოფთ და ჩვენი სატრანსპორტო სამსახური რამდენიმე ჯგუფთან ერთად მუშაობს, მე დამეთანხმება ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა დაინტერესებული მხარე. გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება სხვადასხვა კვანძებთან, სტრატეგიაზე მუშაობისას, თუ სხვადასხვა გადაწყვეტილებების დროს ჩვენ ყოველთვის გვყავს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარეები და ბუნებრივია ეს ადამიანები აქტიურობენ, მოდიან ჩვენთან იდეებით და ჩვენ ამ იდეებს განვიხილავთ. ამიტომ ცოტა მეუცნაურება ხოლმე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ აი ვინმე ყურადღებას არ გვაქცევს და რაღაცა თითქოს დახურულია თბილისის მერის კარები. მე ვთხოვ ჩვენ სტუმარს, რომ ნებისმიერ დროს მოგძანდეს, არც არასდროს არ ყოფილა დახურული ხა ჩვენი მერის კარები და მოვიდეს ნებისმიერ კარგი იდეით, რომელსაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და შევეცდებით ჩავსვათ იმ ჩარჩოში, რაც გულისხმობს გარკვეულწილად სტრატეგიულ განვითარებას. რაც შეეხება ხა ამ კონკრეტულ სქემას, რომლის განხილვაც მიმდინარეობს, მე ცოტა მერთულება ხა სატელევიზიო ფორმატში აქ რაიმე კონკრეტიკაზე საუბარია, უფრო რაღაც მას წააგავს, რომ რაღაცა შოუს ელემენტებით გვინდა ხა გავაჯეროთ თითქოს თუმცა აი რეალურად ეს ყველაფერი და მე ნებისმიერ თავაზობ ჩვენ სტუმარს, თქვენც გთავაზობთ ბატონ სანდრო მობრძანდით სამშაო რეჟიმში ჩვენ დავსვამთ ჩვენ სპეციალისტებს, მოვიწვიოთ სხვა სპეციალისტებს და დიდი სიამოვნებით ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ჯანსაღ იდეას, რომელიც მოიტანს შედეგს, იქნება ეს კონკრეტული ლოკაცია თუ იქნება მაკრო დონეზე, რა ძალიან ცოტა დრო გრჩება. რაც შეეხება ჩვენს ერთ-ერთ კარგ გადაწყვეტილებას, რომელიც მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა, ეს არის სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია და ჩვენ ვაპირებთ ამ პროექტის გაგრძელებას დაახლოებით 10 ლოკაციაზე, რომ შესწავლა მიდის ახლა ამ ლოკაციების თუ იქ რა სირთულეებია, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კაი მაგალითია იმისა, თუ კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტული კვლევის საფუძველზე, მცირე გადაწყვეტილებებით და ნაკლები დანახარჯებით, ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი უსაფრთხოება, მივიღეთ უფრო მეტი გამტარუნარიანობა და თუ ადრე იქ საცობის პრობლემა იყო ბევრად უფრო მწვავე, მე თბილისის მერის მაღალი სართულებიდან ვაკვირდები ხოლმე. იქ ძალიან კარგად ჩანს ავტომობილების ნაკადის მოძრაობა და დღეს ბევრად უფრო გაუმჯობესებულია დღეს იქ. კი ბატონო, აუცილებლად დაგებულები რაიმე შეფერხება არ არის დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ან საგზაო სამუშაოების გავლენის შედეგად იქ მოძრაობა არ დღეს ბევრად უფრო გამტარუნარია. ამიტომ მე თავაზობთ თქვენ, თავაზობთ ჩვენ სტუმარს, რომ სამუშაო რეჟიმში მზად დავართ ნებისმიერ ჯანსაღ იდეა გავიაროთ და საუბარი აბსტრაქტულ რაღაცეებზე, რომ აი თითქოს აი ვიღაც კარგი ვიღაცის დახურული, ეს არის აბსოლუტურად არასწორი შეფასება ჩემი აზრით. კი ბატონო, ბაკურ ძალიან მოკლე რეპლიკა და სანდრო, მე არ მithქვია, რომ კარგი დახურულია, მე ჟურნალისტებს მოგიწოდეთ, რომ გაშუქება პროექტების, ბიზნესის ამ უფრო უნდა გახშირდეს. კი ბატონო, ნუ ამ კუთხით რამბულად ხშირად მარტო თქვენ არა, ხო, თქვენ ერთი ტელევიზია არ ახართ. რა თქმა უნდა. ბერმა ტელევიზია უნდა მოუხშიროს. უბრალოდ მე გითხარი ცოტა ესეთი შოუ ბიზნესი მაქვს, რომელიც გადგა გარზე და ნუ აი
კი ბატონო, შეიძლება ღია იყოს კარები, მაგრამ იმ კარს არ მიდგომი ვარ, ეს შეიძლება ჩემი დანაშაული ამ მომენტში, მაგრამ მე ვთხოვ ბიზნესის გაშუქება მეტად და იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების ამ საქმიანობის გაშუქება ჟურნალისტების ჩვენ არ გვეხება. კი, რა თქმა უნდა, მეტი აქტიურობა ბიზნესის გაშუქების მხრივ ტელევიზიებიდან. კი ბატონო, ბატონებო, ისღა დამჩენია დიდი მადლობა მოგახსენოთ. საინტერესო საუბრისთვის, თუმცა უკვე სანამ გადაცემას დავასრულებთ, ირაკლი მინდა გთხოვოთ უკვე რეზიუმირების სახით, რას უნდა ველოდოთ დედაქალაქში, კონკრეტულად ლოჯისტიკური ხაზის მოწესრიგების კუთხით, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ და ამით ვასრულებთ. კი ბატონო, მთავარი რაც არის ზოგადად მობილობის გაუმჯობესების ნაწილში ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ჩვენ ამ კუთხით გადავდგით 2016 წლიდან გარკვეული ნაბიჯები და ამ პროექტებს ვაგრძელებთ. კერძოდ აქ არის ორი მთავარი მიმართულება, ეს არის ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც გულისხმობს სწრაფ გადაადგილებას იგივე ბასლაინებით თუ პრიორიტეტული შუქნიშნების პრიორიტეტული შუქნიშნების მინიჭების რომ ავტობუსმა შეუფერხებლად გადაადგილდეს იმ მარშრუტზე და იქ სისწრაფე იყოს ბევრად უფრო მაღალი ვიდრე დღეს არის და პირველი ეტაპი ავტობუსების პარკის ჩანაცვლების ეხლა სრულდება მარტის თვეში და აპრილიდან უკვე 153 ახალი ერთეული ვანის ავტობუსი ივლის თბილისში და ჩვენ გვინდა რომ ეს პროექტი გაგრძელდეს. მეორე მიმართულება ეს არის მეტროს განვითარება, რადგანაც მისი გამტარუნიანობა კიდევ უფრო მაღალი იყოს. ჩვენ ვაგრძელებთ ვაგონების და მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროგრამას, ერთი ახალი მეტროსადგური გვექნება დაახლოებით მაისი-ივნისის თვეში და ეს კიდევ უფრო გაზრდის საფაროს მიმართულებას. კი ბატონო, ვაგრძელებთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროგრამას და გვაქვს ძალიან საინტერესო იდეა, როგორ შეიძლება მოხდეს მეტროს გაფართოება თბილისის ფარგლებში და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად. ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ახალი გზები და ახალი სივრცეების ათვისება ისე რომ ამან მთლიანობაში ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის ფარგლებში უზრუნველყოს ქალაქის სწორი განვითარების კონტექსტში ახალი მაგისტრალების და ახალი ლოჯისტიკური კვანძების განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რკინიგზის გადატანის პროექტი. აქაც საკმაოდ ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც ალბათ უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. კი ბატონო, აი ამ თემაზე საუბარს უკვე შემდეგ გადაცემებში აუცილებლად განვაგრძობთ. დიდი მადლობა მინდა. ჩვენ თუ გვექნება სანდრო უფრო მეტი დრო, მე შემიძლია კონკრეტულ კორიდორებზე და კონკრეტულ ახალ ლოჯისტიკურ სქემებზეც გესაუბროთ. აი სწორედ იმ 5 პუნქტიანი საცობების მართვის გეგმის ფარგლებში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ირაკლი ლექვინაძე და ბაკურ ხუნდაძე იყვნენ ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე. ამ დროისთვის კი სულ ეს იყო ამ ფორმატში ერთმანეთს შევხვდებით უკვე მომავალ შაბათს. მე კი ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით და მარტივ პრინციპსაც გეტყვით, დავრჩეთ ერთმანეთთან ბიზნეს კონტაქტზე.